მიღება, რომელიც გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდთან პარტნიორობით უკვე მერვედ იმართება. რა მნიშვნელობა აქვს ინვესტირებას განათლებაში და კონკრეტულად როგორია ფონდის საქმიანობის შედეგები და გეგმები, რომლის ანგარიშზე საგანმანათლებლო პროექტებში განხორციელებული 5 მილიონი ლარის ინვესტიცია და 50 პროექტია სტუმართან გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდის დირექტორთან ზურაბ კერვალიშვილთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. დავიწყოთ მასწავლებლის ჯილდოზე საუბრით. 8 წელი საკმაოდ დიდი დროა, ხო, იმისთვის რომ დაახლოებით ამ ხნის განმავლობაში მეტნაკლები წარმოდგენა ჰქონოდა მთავარ პარტნიორს, ერთ-ერთ მთავარ პარტნიორს, რამდენად გაამართლა ამ პროექტმა და რატომ არის თქვენი ფონდისთვის ეს პროექტი საინტერესო და მე უკვე ვისაუბროთ იმაზე, განათლებაში ინვესტირება რამდენად შეიძლება რომ მომგებიანი რამდენად არის არ ვიცი მთლიანობაში, თუმცა შედეგის თვალსაზრისით, ანუ რამდენად აი ამ ფონდის საქმიანობიდან გამომდინარე, რამდენად ვუწყობთ ხელს ახალგაზრდებს, რომ რეალურად მიიღონ ის ცოდნა, რომელსაც მე პრაქტიკაში დასაქმების კუთხითაც გამოიყენებენ. მოგესალმებით, ძალიან სასიამოვნოა თქვენ ახალ სტუდიაში სტუმრობა, წარმატება მინდა გისურვოთ. დავაზუსტებ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მე-9 ტარდება, მე-9 სეზონი არის. ჩვენი ფონდის მთავარი მიზანი არის, რომ ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის გაუმჯობესებას. ამაში იგულისხმება როგორც განათლების ხარისხის ამაღლება, ისე მისი ხელმისაწვდომობის გაზრდა. განათლების მიღებაში ესეთი აუცილებელი და კრიტიკულ რგოლს წარმოადგენს სწორედ მასწავლებელი. წლების განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ განვლილ პერიოდებს გულისხმობ, მასწავლებლის სათანადო ყურადღება ვერ ეთმობოდა და არ ეთმობოდა. ამიტომ ეს პროფესია შედარებით ნაკლებად პრესტიჟული გახდა. ამ დროს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემისთვის. 2017 წელს, როცა ჩვენ დავიწყეთ საქმიანობა, ეს იყო პირველი პროექტი, რომელიც დავაფინანსეთ და სწორედ იმ მიზანს ემსახურება ეს პროექტი, რომ მოხდეს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, მოხდეს საუკეთესო მასწავლებლების, საუკეთესო სამასწავლებლო პრაქტიკების გამორჩევა და ეს არის ერთგვარი ჟესტი ჩვენი საზოგადოების და მათ შორის ფონდისაც, რომ მასწავლებლებს იმ გაწეული რთული და ძნელი საქმიანობისთვის გადაუხადოთ მადლობა და რაღაცნაირად ისინი წავახალისოთ და დავაჯილდოთ. მე-9 რადგან იმართება ამ განვლილმა 8 წელმა რეალურად რამდენად გვაჩვენა, რომ თუნდაც ეს ჯილდო გარკვეულწილად ეხმარება მათ აი ამ პრესტიჟის მეტნაკლებად ამაღლებაში, რომელიც რაღაც წლების განმავლობაში დაკარგული იყო. წინა წლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ძალიან ცნობადი გახდა მასწავლებლების ეროვნული ჯილდო. ძალიან აქტიურად იღებენ მასწავლებლები მონაწილეობას. ყოველწლიურად იზრდება ეგრეთ წოდებულ წარდგენები, როდესაც მასწავლებლის წარდგენა ხდება ამ კონკურსში მონაწილეობისათვის, ყოველწლიურად იზრდება ხარისხი განაცხადების და ყოველწლიურად ჟიური უფრო და მეტად ჩივის, რომ უფრო და მეტად გვიჭის ყოველწლიურად საუკეთესო მასწავლებლის არჩევა, იმდენად კარგი და კარგი მასწავლებლები არის. მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაზე მეტყველებს ისიც, რომ განათლების ფაკულტეტებზე, სადაც მომავალი მასწავლებლები სწავლობენ, იქ ხდება, იქ გაიზარდა ასევე მიმართვიანობა. ჩვენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსთან ერთად სხვა პროექტებსაც ვაფინანსებთ მოგესალმებით, მათ შორის არის მომავალი მასწავლებელი, რომელიც დავიწყეთ ჩვენი ინიციატივით და ის ემსახურება პედაგოგიურ ფაკულტეტებზე წარჩინებული სტუდენტების სტიპენდიით დაფინანსებას. და დღეს ესეთი ყავს 65 სტიპენდიანტი 7 უნივერსიტეტში. და ისინიც აღნიშნავენ, რომ მათთვის რაოდენ მნიშვნელოვანი არის, რომ არის არსებობს მასწავლებლის ეროვნული ჯილდო და ყველა მათგანი ძახის, რომ ყველანაირად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალში ჩვენს ეს ჯილდო მოვიპოვოთ. თვითონ განათლებაში ინვესტირება რამდენად საინტერესოა? გასაგებია, რომ კომერციული ინტერესები ამ შემთხვევაში თქვენ არ გაგაჩნია, თუმცა ჩვენ ბოლო პერიოდში ნახეთ საკმაოდ საინტერესო სურათი, ძალიან წამყვანი, ცნობილი ფინანსური ინსტიტუტები იქნება თუ სხვადასხვა კერძო კომპანიები, რომლებიც ძალიან ცნობილები არიან თავის საქმიანობაში, მეტნაკლებად განათლებაში ახდენენ ინვესტირებას, მაქსიმალურ ცდილობენ, რომ საკუთარი კადრები ყავდეთ, ყველაფერს თავიდანვეთ. ფონდის გადმოსახედიდან განათლებაში ინვესტირება რამდენად საინტერესოა და აი ამ განვლილმა წლებმა, რაც ამ წლების განმავლობაში დავუშვათ, ამ მიმართულებით ახორციელებთ ინვესტირებას, რამდენად შედეგიანობის თვალსაზრისით ფიქრობთ, რომ შედეგიანია? დიახ, სწორედ მე აბსოლუტურად
მხოლოდ მივესალმები ნებისმიერ ლარს დახარჯულს განათლებაში, იმიტომ რომ ყველა ვაცნობიერებთ, რომ განათლების სისტემაში ჩადებული თითოეული თეთრი ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს, მაგრამ რამდენად შედეგის თვალსაზრისითაც ვიღებთ აი ამ შედეგს, გარდა იმისა, რომ კეთილ საქმეს ვაკეთებთ ამ შემთხვევაში. თქვენ აბსოლუტურად მართლობთ, რომ ჩვენთვის ეს არ არის კომერციული ინტერესი, ასე ვთქვათ, რომ რაღაცა უკუგება მივიღოთ. განათლება ის სფეროა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა შევხედოთ. ჩვენ გვაქვს პროექტები, რომელსაც აი თუნდაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ავიღოთ, პროფესიული განათლების კონკურსი, დებატები უკეთესი განათლებისას. ამ პროექტებს ჩვენ ვაფინანსებთ 7-8-6 წლის განმავლობაში. ეს გრძელვადიანად მივყვებით, იმიტომ რომ გვჯერა, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ეს არის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი. და უკუგება ეს არის განათლებული ახალგაზრდობა, უკუგება ეს არის უფრო მეტად კვალიფიციური ადამიანური კაპიტალი, რომელიც საბოლოო ჯამში შემდეგ გაისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და მის სოციალურ კეთილდღეობაზე. თუ გაქვთ გარკვეულწილად მაჩვენებელი დავუშვათ, ის სტიპენდიანტები, რომლებიც თქვენ ყავთ ან მთლიანობაში ის პროექტები, რომელსაც მხარს უჭერთ, აი იქიდან მერე დასაქმების მიმართულებით როგორი სურათი გვაქვს, ანუ რამდენად რეალურად ახერხებენ ეს ადამიანები უკვე დასაქმებასაც წარმატებენ. დიახ, ჩვენ ეს კვლევა ჩავატარეთ, ძალიან გვაინტერესებდა. უკვე ჯამში ამ წლების განმავლობაში სტიპენდიანტები გვყავს უკვე 150, აქედან დაახლოებით 9-ვარმა უკვე დაამთავრა და მათი 80% დასაქმებული არის და ჩვენ რეგულარულად მიუხედავად იმისა, რომ ისინი აღარ არიან უკვე ჩვენი სტიპენდიანტები, ჩვენ მივდივართ სკოლაში, ვნახულობთ როგორ წარმატებით საქმიანობენ, ვესაუბრებით მაგ კოლეგებს, დირექტორებს და ისინი აქტუალობას გამოხატავენ, როგორი მომზადებული და მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგები შეიძინეს. რაც უდაოდ გვახარებს ჩვენ. რამდენიმე მიმართულება ჩამოთვალეთ, რომელსაც მხარს უჭერთ. რეალურად შეგვიძლია თუ არა მაყურებელს მეტნაკლებად, ვინც ამ მიმართულებას არის დაინტერესებული, ვუთხრათ, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს დავუშვათ ადამიანი ამ შემთხვევაში, რომ თქვენი ფონდის სტიპენდიით ისარგებლოს, იმიტომ რომ განსაკუთრებით განათლების მიმართულებით ნებისმიერ სახის სტიპენდია ძალიან მნიშვნელოვანი როა ეს ყველას გვესმის. სტიპენდიებს რაც შეეხება, ჩვენ ძალიან ესეთი ვიწრო მიმართულებით მუშაობთ, ჩვენ ვაფინანსებთ მხოლოდ მომავალ პედაგოგებს, ანუ ისინი, ვინც სწავლობენ განათლების ფაკულტეტებზე და რომლებიც ხვალ შევლენ სკოლაში როგორც მასწავლებლები და პედაგოგები. ანუ კრიტერიუმი არის მაღალი აკადემიური მოსწრება, მონაწილეობა სამეცნიერო საქმიანობაში, სხვა აქტივობებში. ეხლა ყავთ 15 ასეთი. ეხლა გვყავს 65 ასეთი სტიპენდიანტი. ამჟამად ამ წუთას 7 უნივერსიტეტში, საქართველოს რეგიონებში. და ეს ერთ-ერთი კრიტერიუმიც არის. ან დედაქალაქში და რეგიონებში თუ მხოლოდ რეგიონებში? მხოლოდ რეგიონებში. ანუ ამ შემთხვევაში რა იყო მთავარი мотиваცია რეგიონებში? მთავარი мотиваცია იყო ის, რომ ჩვენ გვინდა რომ თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ეს დედაქალაქში მეტნაკლებად მეტი შესაძლებლობები არსებობს, რეგიონებში უფრო შედარებით ნაკლები, ამიტომ გვინდოდა რომ წაგვეხალისებინა ზუსტად რეგიონალური უნივერსიტეტები და სტუდენტები, რომლებიც იქ სწავლობენ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ თქვენს და თქვენს ყველა იმ მასწავლებელს თუ მომავალ მასწავლებელს, რომელსაც ამ შემთხვევაში დახმარებას